საღამო მშვიდობის ჩემო ძვირფასებო. აჰა. რისი შიში გაქვთ მეგობრებო, რა? ძალიან დიდ ტკივილს გაყენებთ რაღაც, გაურკვევლობა. სიცარიელე. ძალიან ბევრი თქვენთაგანი აი ზემოქმედების ქვეშ ხართ მეგობრებო. ძალიან ბევრი თქვენთაგანი ხართ ზემოქმედების ქვეშ. ამას ამბობს ორი კარტი. გადმოვარდნილი ორი კარტი ამბობს ამას, რომ ხართ ზემოქმედების ქვეშ. თქვენ ცხოვრებაში არის მაგია. არაკეთილის მსურველი ადამიანებიდან. ამას ამბობს პირდაპირ კარტი. უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო. მინდოდა რომ თქვენთან მოსულიყავი და ალბათ ეს ამბავი უნდა მომეტანა თქვენამდე. ვიღაცას ძალიან ჭირდება დღეს აქ გაგონილი ინფორმაცია. და ძალიან ვთხოვთ თქვენ სიტუაციას მოირგეთ. ყველაფერი კიდე გულთან არ მიიტანოთ. აი? კომოდან რა კარტია? თქვენ ცხოვრებაში იყო ადამიანი, იყო გაოცებები, იყო სიყვარული, იყო ურთიერთობა მამაკაციდან. ინიციატივა მოდიოდა მამაკაციდან, თქვენი პარტნიორიდან, მოდი ასე ვიტყვი პარტნიორიდან, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი შეჩერებულია. და ეს შეჩერება არის მაგიის ბრალი მეგობრებო. აქ არის მაგია. ხედავთ ხო? გაქცეული პარტნიორი, წასული პარტნიორი და დაშლილი ურთიერთობა. ან თქვენ წახვედით, შეგიქმნეს ისე პირობები, რომ თქვენ თვითონ გეთქვათ უარი ამ ურთიერთობაზე და წასულიყავით მეგობრებო. ხო. თქვენი წასვლა უფროა და ეს არის მაგია. ხო, რა თქმა უნდა, ხა გამოუვალი სიტუაცია თუ შეგიქმნათ პარტნიორმა და გაიძულათ რომ თქვენ წასულიყავით, წახვიდოდით და წასული ხართ კი. აი ქვემოდან რა კარტია? მთვარის კარტი. კარგი, ავიღებ ამას. უბრალოდ ალბათ უნდა გწოდნოდათ. ალბათ ვიღაცას უნდა გწოდნოდათ. ვიღაცას უნდა გწოდნოდათ მეგობრებო. მოდით ახლა, მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ჩაიარა დღე? მე დილის თითქოს კარგად ვარ და საღამოს ვერ ვარ კარგად, ესე ვარ რამდენიმე დღეა. წუხელ მაგალითად ვერ შემოვედი, იმიტომ რომ ვერ ვიყავი კარგად, გეფიცებით. რას დავაბრალო არ ვიცი, სიცხეებს დავაბრალო თუ რას დავაბრალო არ ვიცი, მაგრამ შეიძლებაც და იყოს სიცხეების ბრალიც, არ გამოვრიცხავ. ამიტომ სალამი ყველას, ჩემო ძვირფასებო, თქვენთან მოვედი საჯარო ლაივით, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რაზე იქნება საუბარი. კონტროლია თქვენი 24/7-ზე. ვიღაც გაკონტროლებთ. მოდი გავარკვიოთ ვინა ეს ადამიანი და რა უნდა ამ ადამიანს. კონტროლი. ვისი და რისი? რატომ? მოდი იყოს დღევანდელი ჩვენი თემა ეს. სავარაუდოდ პარტნიორი. ეს იქნება თქვენი პარტნიორი. ახალი ამბავი, ხო? ფინანსებსაც განვიხილავთ ბოლოს. უბრალოდ მატება კლებას გავარკვევთ, რომელ თვეში უნდა იყოთ. კი, გავარკვიოთ ფინანსებიც, პრობლემა არაა, ჩემო ძვირფასებო. ჩემი პატარა დასტით გავარკვიოთ ფინანსებიც, აბატონო. მოვამზადებ ამ კარტსაც. ფინანსებისთვის. კი ბატონო, აქვეა ესეც, ასე რომ გავარკვიოთ ფინანსებიც, არაა პრობლემა.
მოკლედ ჩვენი დღევანდელი თემა იყოს მოდი ცოტა ხომ და ვიხუმროთ მეგობრებო ხა ნახეთ ქვემოდან რა კარტია კიდევ ცეცხლის დანთება ეხლა თქვენი პარტნიორი თუ მოვიდა და გითხრათ მეგობრებო კლონი გახსოვთ ხო კლონი ფილმი მოდი ამ მოედანზე ცეცხლი დავანთოთ დეუსაო მეგობრებო რა სიტყვით თანახმა ხართ ჰა ჩემო ძვირფასება აი ზუსტად ეს ესა მანდვართ ხო კი აბატონო თუ გინდათ აბატონო აგერა მოვა მაგის დროც აი ამისთვის გითვალთვალებთ თქვენი პარტნიორი მოკლედ მე დავიწერო სათაური სანამ დამავიწყდება ხო და მე გავაგრძელოთ ჩვენი ხუმრობა ხუნჯობები აქ მართლა ცეცხლს დავანთებთ ახლა მეგობრებო ჩვენ სადაა ჯერ მაგი ხო დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი არის პარტნიორი და მისი თვალთვალი აბატონო სოციალებში თვალთვალი თუ ოფიციალური თვალთვალი ეს თქვენ ახლა უფრო მიხვდებით ამას პარტნიორი და კონტროლი ასე იქნება მეგობრებო დღეს რატომ და რისთვის აი ესე ფინანსები კიდე სხვა თემაა ხო არ გამორჩეს არაფერი რა თქმა უნდა კი აქ ცეცხლის დანთება უნდა გაჩაღება უნდა მთელი ამბების და აქ დაიწყებს მტკიცებას და ფიცს რომ ვაიმე დედა და ერთგული ვარ და არ ვარ ნუ ბევრთან შეიძლება მართლაც იყოს ერთგული ეხა მეგობრებო ვაღიაროთ რომ ყველასთან ერთნაირად რეზონირებადი არ არის მაგრამ ხო ეხა მიზეზებსაც გააჩნია ხო შეიძლება იყოს მშობლები შუაში და ნათესავებიც ეს იმას არ ნიშნავს რომ აქ ხალატია არა ხო ეს უკვე კიდე სხვა მიმართულებითა ჩვენში დარჩეს ხო ბატონო მისი ჭირი მე ოხ მეგობრებო როგორ უნდა სიყვარული აი რა ვქნა ახლა ნახეთ იმდენად გაკონტროლებთ ეს ადამიანი რომ თქვენთან ყველაფერი უნდა ყველაფერი ცეცხლის გაჩაღება სასწაული კარტები ახლა ისეთი ენერგია მოდის ახლა და ცხელი ენერგიები მოდის რომ მე არ ვიცი მეგობრებო ხა ყველაფერს ვერ ვიტყვი ხა დაკა დოლი ხო ნუ რა ვქნათ ახლა ხა მოდი ამ მოედანზე ცეცხლი დავანთოთ დეუსა აბატონო ხო და დაანთეთ მეგობრებო ახლა თუ კი გინტიათ ცეცხლი რატომაც არ უნდა დაანთოთ ახლა ვერ გავიგე რა პრობლემაა ხო აღურე გაგააკვირვებთ თქვენი პარტნიორი აღარ შემიძლია უბრალოდ სიყვარული სიხარული გაკვირვება პრიმერ სავერშენსტვა ნუ ეს არის სრულყოფილებაში მოხვდებით მეგობრებო ხა რა ვქნათ ყველას გვინდა სრულყოფილება და სადა ვისთანა მეგობრებო დამანახეთ რა გთხოვთ ვისაც გჯერავთ არა იმათზე ვისაც არ გჯერავთ იმათზე არა ვისაც გჯერავთ ისინი გაგვიშვით კაცო გაგვატარეთ რა ხო მეგობრებო გაოცებები გელოდებათ გაკვირვებები გელოდებათ ცეცხლის გაჩაღება გელოდებათ ამის დედა ვატირე ხედავთ ცოცხი რაშვება მეგობრებო ხედავთ ხო ხედავთ ცოცხი რაშვება მოდის აგერ ზის ადამიანი აგერ მანქანაში ზის და გაკონტროლებთ მანქანიდან ჩოტკას ასე აწერია კონტროლი თან რეგულარულად გაკონტროლებთ მეგობრებო ხო რა დღეშია ნეტა იცოდეთ საკუთარ თავთან კონფლიქტი აქვს მაგ უძღეურს როგორ უნდა ეს ნატკენი გული მოიშუშოს როგორ უნდა ეს დაკარგული დრო აანაზღაუროს აი ეს ჭრილობები მოიშუშოს მისი ჭირიმე ჩემო ძვირფასებო, მე მგონი აქ გასარკვევად მიწერია, რომ კითხვების გარეშე. ძალიან გთხოვთ.
100 წლით გპირდებათ მეგობრებო. 100 წლით დიდი ხნით გპირდებათ ეს ადამიანი ამ ურთიერთობას ხა. ხო, გჯერავთ, არ გჯერავთ? გაატარეთ ისინი, ვისაც ჯერავთ, კაცო. ხო. ვისაც გჯერავს, ისინი გაგვატარეთ. ვისაც არ გჯერავთ და ასქროლეთ. აბა რა? სიკვდილამდე. აბატონო, სიკვდილის არკანი, გარდაასახვის არკანი, გარდატეხვის არკანი, გაცოცხლების არკანი, ესე იგი ამ ადამიანს ტრანსფორმაცია უნდა ამ ურთიერთობის. აბატონო, მეგობრებო. გინდა იმ კუთხეში მიდექით, გინდა ამ კუთხეში მოდექით, მიდექით, მოდექით, მოუსვი ეს ცოცხი და გათავისუფლდა ადგილი. აბატონო. ჩემო ძვირფასებო, ასეა თქვენი პარტნიორი დღეს. ამ საღამოს რაღაცა ძალიან შეენთო, ცეცხლი შეენთო, მეგობრებო. საცოდავათაა. არ ვიცი ვინ რა უქენით, მაგრამ კი საცოდავათაა. უბედურ დღეშია შესული, უასოზე. იმდენად უნთია ცეცხლი მეგობრებო, რომ რაით გაინელოს და გადაისხას თავზე იმას ფიქრობს ახლა. ცივი წყალი სჭირდება თქვენს ადამიანს. ამ წუთას თან ამ წუთას სჭირდება. აი, всё. იმ სიტუაციაშია რომ მარტო ცივი წყალი სჭირდება, მეტი არაფერი მეგობრებო. ფანტანები ხედავთ, ხო? თან აწერია სიუჟე მინუტუ, ნიმედლენა, სიუჟე მინუტუ. კი ბატონო. როგორ უნდა ამ ადამიანს თქვენთან შვილი? ახალი სიცოცხლის დაბადება უნდა თქვენთან. თუ კი გაქვთ ამის პოტენციალი მეგობრებო, ასაკის და მიხედვით ხა. თუ კი გაქვთ, რა თქმა უნდა. თუ კი არ გაქვთ ამის საშუალება ეხლა ასაკობრივად, მაშინ ამ შემთხვევაში ამ ადამიანს რაღაც უნდა თქვენთან ერთად საერთო ყავდეს, ან კონდეს, ან ბიზნესი, ან საქმიანობა, ან რაღაცით იყოს დაკავებული, რომელზეც იზრუნებთ ორივე. ან თქვენი შვილები, საერთო შვილები, თუ თქვენ ყავთ თქვენი და მას მისი ყავს, ანუ გაერთიანება, ხო, აი ესეთი რაღაცა აქვს გეგმაში. აბა ახლა სრულყოფილება სხვანაირად არ გამოვა, ხო? ხო, ყველაფრის მიღწევა უნდა მეგობრებო თავდაჯერებულად და მიღწევებით უნდა რომ ყველაფერი დაასრულოს, ანუ ცუდი დაასრულოს და თავისი მიღწევებით კი. მისი ჭირი მე. ჩემო ძვირფასებო რა ვქნა? ესეთია მისი ენერგიები, მისი არა და ჩვენი დღევანდელი საჯარო თემა, რაც არის პირველი 3 კარტი. აი არის ეს. პირველი 3 კარტი არის ეს. კონკრეტული თვალთვალი იმის გამო, რომ თქვენთან ადამიანს აი ეს ცეცხლის გაჩაღება უნდა და სიყვარული. ეხლა რასაც გულისხმობ და რას გულისხმობს თქვენი პარტნიორი უკვე ხვდებით. კი. და რაც მიდის აი აქამდე. ხო, აი ეს უნდა თქვენ პარტნიორს. ასე რომ ამას ფიქრობს ეხლა და დანარჩენი თქვენზეა და მოკიდებული. დანარჩენი არის თქვენზე და მოკიდებული, ჩემო ძვირფასებო. რას და როგორ გააგრძელებთ? არ გეგონოთ რომ ვინმე თქვენ წაგართმევთ არჩევანს. არა. ეს თქვენზეა და მოკიდებული უკვე. მოდი ახლა ჩვენ გავარკვიოთ. პარტნიორი და კონტროლი. რატომ მისი კონტროლი და რისთვის? უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, ყველაფრისთვის, აი რაც ჩემთვის გემეტებათ, უღრმესი მადლობა ყველას და უფალმა 10 მაგათ დაგიბრუნოთ უკან, აი ის სიხარული, სიყვარული, ბედნიერება და ზოგადად ყველაფერი მეგობრებო, გაიხარეთ. ეხლა დავიწყოთ, მე მგონი, დავიწყოთ დროა, სანამ კრუნჩხები დაიწყება ჩვენს პარტნიორს, ჩემს ტელეფონთან ერთად. პარტნიორი და კონტროლი. აი რატომ გაკონტროლებთ? რატომ? მეგობრებო. რატომ გაკონტროლებთ? დავამთავრებ აქვე. ქვემოთ ნახეთ რა კარტია? ბედის ბორბალი. ეხლა რამდენი დამიწერთ? ხო, სამართლიანობა. რატომ გაკონტროლებთ?
აი ამისთვის გაკონტროლებთ თქვენი პარტნიორი, რომ ამ ყველაფერს დაუსვას წერტილი. სამართლიანობით გადაწყვიტოს, სამართლიანობით მოვიდეს, სამართლიანობით ბედის ცადოს და გვირგვინოთ ეს ყველაფერი სამართალმა პური ჭამოს. აბატონო. ხო? მეგობრებო. მეგობრებო. ხედავთ. აბატონო. თქვენ. ისე სად ვიყიდო ამდენი ცოცხი, თორე ჩემს გამომწერებს ყველას გამოგიგზავნიდით მეგობრებო. სად ვიყიდო ამდენი ცოცხი? ხო. აი თქვენ ხართ ეს. ხო, ამ ადამიანს უნდა კი. არ გამოვრიცხავ, რატომაც არა მისი ჭირიმე რა გულზე დაადგება თუ? უნდა, აბარა. ხა თქვენაირი პარტნიორი ვის არ ენდობება ბოდიში, მარა. ერთგული, მზრუნველი, ამტანი, გამტანი და შემომტანი. ხო. რატომაც არა, ასეთ პარტნიორზე უარს არავინ არ იტყვის. არც მე ვიტყვი. მეგობრებო, არც მე ვამბობ თქვენზე უარს. ხო. ეს თქვენ ხართ. გაუგებრობაში დაგტოვათ ამ ადამიანმა. და ახლა გაქციათ ასეთ ხმლებში. თქვენც არიცით ამ ხმლებს როდის ამოიღებთ. იმ დონემდე ხართ უკვე რომ აი ნერვი როდის გიღალატებთ ისიც არიცით თქვენ. ამიტომ ხართ სულ ასე. გაუგებრობაში მეგობრებო. თუმცა ესეთი ადამიანები, აი მისი ჭირიმი ახლა ესეთი უნდა, რატომაც არ უნდა. უნდა, აბარა, აწყენს თუ? აი ესეთი ხართ თქვენ. მაგრამ ამ პოზიციაში ხართ ახლა. გაურკვეველ პოზიციაში ხართ მეგობრებო. ხო, ეხლა ეუბნები დავაი აქიდან ν. აქიდან ν. მრავალწერტილი. ხო, აი ამას ეუბნებით. დავაიო ასე ეუბნებით. მეგობრებო. ხო და ის საწოდავიც კიდევ ასეა. ხო. აბა რა ეგონა? მაგას. ვისთან დაიჭირა ეგონა საქმე? ადვილი ეგონა? თქვენი ნდობის მოპოვება უკვე ძალიან რთულია, ფაქტიურად შეუძლებელია. როგორც ჩემი მეგობრებო. მტარზე ვენოკი კი. არა, ამაზე არ ითქმის მტარზე ვენოკი, მეორე როა იმაზე ითქმის მტარზე ვენოკი. ხო. ამიტომ ძალიან რთულია უკვე თქვენი ნდობის მოპოვება და მე ვარ ზუსტად მასე მეგობრებო. ჩემი ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, როდესაც იმედს დამაკარგვინებს ადამიანი, მერე всё. მერე უკვე დამთავრებულია საქმე. ხო, თავის ტყუილებით. თავის ტყუილებით მეგობრებო. რაცა არ მჯერავს აი ამბავი მე. თქვენ ხო იცით მეც ყოველთვის გულისხმობ ჩემ თავს თქვენთან ერთად მეგობრებო ასე რომ ახლა მე არ მჯერავს ახლა აი ამბავი აქანი რაც ხდება თქვენ გონია მარტო თქვენ ხართ მასე რო არ გჯერავთ მეც არ მჯერავს ასე რომ არი ნერვიულოთ ერთად ვართ მეგობრებო ეს გიყურებთ ეს ადამიანი ასე ესე თქვენსკენა ჩვენსკენა მაგრამ ეხა თითებს ვერ ვაჩვენებ აქ შვანათიც ხო ეს დარჩება ასე მოგდებული რასისულელებს ვამბობ, ხო? თუმცა ძალიან ბევრი ოცნებები აქვს, ძალიან ბევრი გეგმები აქვს, ძალიან ბევრი წარმატება უნდა და სურვილები აქვს. ძალიან ბინძური ენა მაქვს მეგობრებო. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ახლა მე როგორი თავშეკავება მაქვს, მაგრამ ძალიან ბინძური ენა მაქვს. კი. მაგრამ ვიცი სად და როგორ. ხო. ახლა ხუმრობით, უბრალოდ თორე თქვენ რომ მოისმინოთ ჩემი სიტყვები, მანდ ვარ ზუსტად. ხო. არა, უნდა კი. ძალიან ბევრ დანაკარგებშია, ვაღიარებ. ამიტომ უნდა თქვენთან მოსვლა. ძალიან ნანობს თავის აქციელს თქვენთან მიმართებაში, ოღონდ მართლა. ამ ადამიანს უნდა რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს, სერიოზულად, ოღონდ. ძალიან სწავლობს ახლა ამ ვითარებას. ამ სიტუაციას ახლა ძალიან აკვირდება და კონტროლი არის აქ კიდევ თქვით რომ კონტროლი არის თქვენი მეგობრებო, აკონტროლებს ეს ადამიანი ყველანაირ სიტუაციას ახლა რომ როგორ გამოასწოროს აი თქვენთან მოსასვლელი გზები, როგორ მოვიდეს ამ ყველაფერს ნამდვილად ცდილობს, უდავოა. კარტები არასდროს არ ტყუიან, ამაში არ შემედაოთ. აქედანვე გაფრთხილებთ, ხო.
ამიტომ ვამბობ იმას და ვაღიარებ რომ კი, აი ეს ადამიანი ეცდება რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს. ეხლა ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი. თქვენი გადასაწყვეტია დაიჯერებთ თუ არა. ვისაც არ გჯერავთ, ნუ გჯერავთ. ვისაც ჯერავს, ისინი გავატაროთ. ხო. ამიტომ მეგობრებო, რა ვქნათ ახლა? ზოგს გჯერავს და ზოგს არ გჯერავს. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ინდივიდუალურები. ზოგი ასე ვართ, ზოგი ისე ვართ. მე ჩემებურად ვუბერავ. რა ვქნა? კიდევ. ხოა? ელოდეთ. წუთი წამზე ელოდეთ წუთზე ამ ადამიანს. დღე-დღეზე ელოდეთ ამ ადამიანს. ელოდეთ მეგობრებო. ელოდეთ. იმიტომ რომ პირველი კარტი იყო კონტროლის, თვალთვალის, რეგულარულად 24/7-ზე. ვიმეორებ კიდე, რას ნიშნავს 24/7-ზე კონტროლს? ხო. 24/7-ზე ნიშნავს კონტროლს. დღიან ღამიანა. კრუგლოსუტოჩნა. აი ასე, ამას ნიშნავს. ხო, ამიტომ ელოდეთ ამ ადამიანს. რადგან 24 ვახსენე, 24 საათის განმავლობაში ელოდეთ. 24 საათის 24 დღის განმავლობაში ელოდეთ. აბატონო. მეტი რა ვთქვი ახლა? რა გირჩიოთ? ხო, თქვენი სტაბილურობა წაქვია. თავს იგრძნობთ სტაბილურად, თავს იგრძნობთ მშვიდად, სიმშვიდეს იგრძნობთ. აი შფოთვა აღარ გექნებათ, იმიტომ რომ იცით როგორ ამპლუაში იქნებით? აი ხო თქვი რომ მოვა, აი ხო თქვი, გამარჯვებულად იგრძნობთ თავს. ხო, მაგრამ თქვენ დაემალებით ამ ადამიანს. ხო, თქვენ ზურგს შეაქცევთ. თქვენ შეაქცევთ ზურგს. თუმცა ეს იქნება წარმატებისკენ წასვლა. ეს უკვე არის თქვენი წარმატების შედეგი. ხო და ეს არის კიდევ თქვენი манипуляციის შედეგი. ეს არის თქვენი манипуляცია უკვე. ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ? არა, არც ესე არ უნდა თქვათ, რით ვეღარ მოაღწია. ესეც არ უნდა თქვათ, ეს კითხვა არ უნდა დასვათ, იმიტომ რომ ესე იყო საჭირო. ვერ უნდა მოაღწიოს, იცით რატომ? თქვენ რომ ბოდიში და არ მიწყინოთ ახლა, მაგრამ უნდა გითხრათ. რით ვერ მოაღწია და იმიტომ ვერ მოაღწია, რომ ჩვენ ჭკუა ვისწავლოთ. საკუთარი თავი უფრო უნდა დავაფასოთ. ხო, აი ამიტომ ვერ მოაღწია, რომ გავიაზროთ თუ რამდენად ძვირფასები ვართ ჩვენ თვითონ. საკუთარი თავისთვის. რომ ესეთი ადამიანები არ გვჭირდება ირგვლივ. აი ამიტომ ვერ მოაღწევია უფალმა. რომ ჩვენ ჭკუა გვესწავლა. მეტი არაფერი. რო დააგვიანებს თუ არ მოვა საერთოდ, ჩვენთვის სულ ერთი რო უნდა იყოს. აი აქამდე უნდა მივიდეთ და მერე მოვა. მეგობრებო, გონს მოდით. ძალიან გთხოვთ. ეს ადამიანი მოვა მაშინ, როდესაც ჩვენ აღარ გვენდომება, იმიტომ რომ ასეა საჭირო. იგემოს უნდა იმან რა დაგკარგათ. აი ამიტომაა საჭირო, ამიტომ ვერ მოაღწია ჩვენამდე. მიხვდით ხო? პასუხი. ამისთვის იყო საჭირო მისი არ მოღწევა. ზუსტადაც ძალიან კარგი იქნა უფალმა. ჩემ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნა, გეფიცებით. ხო, აბა რა, სულ ერთია, რა თქმა უნდა, მეგობრებო. სულ ერთი უნდა იყოს ზუსტად. ადამიანი, როდესაც ჩვენთვის სულ ერთია, ყოველთვის მაშინ მოდის. მანამდე არ მოვა, არ ელოდოთ. სანამ კარგად არ იქნება, სულ ერთი არ მოვა, არ ელოდოთ, მეგობრებო. აზრი არა აქვს ახლა აქ თქვენი წერას. როდის მოვა და რამდენ ხანში მოვა. და სადა აქამდეო. არ მოვა, მანამ სანამ არ ვისწავლით ბოლომდე ჭკუას და სანამ საერთოდ არ დავიკიდებთ ბოდიში და ფეხებზე მის საქციელს მოვა თუ არა. ჩვენთვის რო სულ ერთი იქნება, აი მაშინ მოვა. აი მაშინ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ თქვენ უნდა გააპანღუროთ უკან. დაანახოთ უნდა ის, თქვენ როგორი ძლიერები ხართ. დაანახოთ უნდა ის, რომ თქვენ საერთოდ აღარ გედარდებათ და ეხლა იდარდოს მან. მან უნდა იდარდოს ის, რა დაგკარგათ. აი ეს. აქამდე უნდა მიხვიდეთ და აქამდე მიდიხართ. თუ დაუკვირდებით, აქამდე მიდიხართ. კი. მე მისული ვარ ეხლა, თქვენი არ ვიცი.
ბევრიც უკვე მისულები ხართ. იმიტომ რომ კი, მე ვხედავ აქ რომ ბევრი უკვე მაგ ხართ. მანდ ხართ. ბევრს კიდე ცოტა დაგაგვიანდებათ, მაგრამ მაინც მაკეთკენ მიდიხართ მეგობრებო. უბრალოდ ვინ ადრე და ვინ ცოტა უფრო გვიან. აი ეს მომენტია. მეტი არაფერი. ხო. ხო, რატომ გვაკონტროლებს? უკვე გავიგეთ. ხო. აი რას ნიშნავს და რისთვის? რისთვის და იმისთვის მეგობრებო რომ თქვენთან მოჯაჭვულია ეს ადამიანი. ამ ყველაფერს გიმალავთ. თუმცა სტაბილურად გძნობს თავს თქვენთან რისთვის და ამისთვის, კიდევ რისთვის, ხო, სიყვარულისთვის, ემოცია აქვს და ამ ყველაფერს არ გეუბნებათ. იმიტომ რომ მანიპულატორია. კიდევ რისთვის? ოხ, ელოდეთ ამ ადამიანს მოულოდნელად. გეუბნებით, არ გაგიკვირდეთ რომ 24 საათის განმავლობაში გამოჩნდეს. თქვენ ელოდებით. ელოდეთ და ელოდებით კი და ელოდეთ, ელოდეთ. რასაც ელოდებით, იმას მიიღებთ. ოღონდ მაშინ არა თქვენ როგონიათ რომ ამ წუთას გააღებს კარებს და შემოვა. ზუსტად მაშინ, როდესაც საერთოდ რომ არ ელოდებით. აი, მაშინა ეს კარტი ზუსტად. მაშინ მოვა შემოთავაზებებით, მაშინ მოვა საჩუქრებით, დაპირებებით, კეთილდღეობებით და რა ვიცი, მაგრამ მოდის. ძალას იგრძნობთ. ამის გარანტიას გაძლევთ, რომ როდესაც გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენს რადარზე, ძალას იგრძნობთ. იგრძნობთ იმას, რომ უთქვენოთ ეს ადამიანი არაფერი ყოფილა. ამას იგრძნობთ. ხო, მაგრამ ეს არ დაანახოთ მას. რომ თქვენ მის გარეშე ცუდად იყავით. ეს არ დაანახოთ. აი ესეთები დაანახეთ ზუსტად. როგორ დაისვენებთ? როგორ დაისვენებთ? მეგობრებო და ნახეთ ქვემოდან რა კარტია ტრანსფორმაცია. ძველის დავიწყება და ახალისთვის მომზადება. აბატონო, ეს არის თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობის ტრანსფორმაცია. თქვენი ტრანსფორმაციაც. ამისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი, რომ ტრანსფორმაცია გაგევლოთ თქვენ თქვენებური და თქვენ პარტნიორს მისებური. ეხა გურულების ენაზე თუ საუბრობ, მისებური, ჩემებური, თქვენებური, იმედია ხვდებით. თუ ვერ ხვდებით, იმასაც აგიხსნით. თქვენ თქვენი წილი ტრანსფორმაცია გაგევლოთ და თქვენი საკუთარი თავისფასი გესწავლათ. ამიტომ გააჩერა ეს ურთიერთობა უფალმა და სამყარომ და თქვენი პარტნიორის ტრანსფორმაცია იმაში მდგომარეობს კიდევ რომ მას ესწავლათ თქვენი ფასი. და თქვენ რომ არ შეგეშალათ ხელი ამაში, რადგან თქვენ ვერ ხვდებოდით ამ ყველაფერს თქვენ ფასს. სამყარო ჩაირია აქ. და სამყარომ დაანახა თქვენი ფასი თქვენ პარტნიორს. მე მგონი გასაგებად ხსნი. ამისთვის იყო საჭირო. რისთვის და ამისთვის. რატომ? იმიტომ, რომ აქამდე მოსულიყავით. საკუთარი თავის დაფასებამდე მოსულიყავით, მეგობრებო. იმედია ცუდად არ გამიგებთ ამ ყველაფერს, რასაც ვამბობ. ეს ყველაფერი თქვენ გამო და თქვენთვის, თქვენივე კეთილდღეობისთვის. რომ თავჩახლილ მონასავით არ გეგრძნოთ თავი ურთიერთობაში და ყველაფერი თქვენს კისერზე არ ყოფილიყო კიდევ მერე უფრო არ შეგეტოპათ ჭაობში. აი ამიტომ იყო ეს ყველაფერი საჭირო. მივესალმები სამყაროსგან ასეთ რაღაცას მე. იმიტომ ნახეთ რამხელა გულის ტკივილები გქონდათ და გელოდათ კიდევ. ღამის უძილობები, მეგობრებო. ისიც საკმარისი იყო, რაც გაგატარათ ამ ადამიანმა, ამიტომ იყო ეს ყველაფერი საჭირო. ეხლა გაკონტროლოს მან. გაკონტროლოთ ეხლა მან და მიხვდეს თუ რა დაკარგა. მიმხვდარია კი, არ ინერვიულოთ. ეხლა თვითონა ასე. ღამის უძილობაში და გულგახეთქილი და გულგატეხილი და ჩახმალული თვითონაა. აბათ ყულა კონტროლზე არ იქნებით თქვენ ადამიანს არ ძინავს 24/7-ზე გაკონტროლებთ. არ ძინავს მეგობრებო. ოფლის ღვარი აქვს შესული. ნახეთ რა უნდა თქვენთან? ოჯახი. ვის ოჯახში დაბრუნება უნდა, ვის ოჯახი შექმნა უნდა, ვის ქორწინება უნდა, ვის ჯვრისწერა უნდა, ვის ხელის მოწერა უნდა, ვის რა უნდა? აქაც როგორ გაკონტროლებთ? ნახეთ?
კაპიტალური კონტროლია თქვენზე. ამ ადამიანს აინტერესებს, სად მუშაობთ, როგორ მუშაობთ, რამდენი გაქვთ ხელფასი, რას გამოიმუშავებთ, რას აკეთებთ, რა სჭამთ, რა სვამთ, რითი ცოცხლობთ, რითი არსებობთ, რითი მოღვაწეობთ. ყველაფერი აინტერესებს 24/7-ზე, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი მზე. იმიტომ რომ უთქვენოთ ამ ადამიანს არ შეუძლია, აგერ ამ ტარზე ვენოკი. ეს ამ ტარზე ვენოკი. ხო, აი ასეა ეხლა თვითონ. ეხლა უყურეთ? სხვაობა გინდა დაგანახოთ? ეს თვითონა. ეს ხართ თქვენ. მამაკაცებო. ანუ ეს იგულისხმეთ თქვენ. აი ხახა, ქალბატონი რო ხატია, ეს იმას არ ნიშნავს. ვინც მიყურებთ ეხლა თქვენ, არა აქვს მნიშვნელობა. მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი ხართ. ეს ხართ თქვენ და ესა თქვენი პარტნიორი. ხა სხვაობას ხედავთ ხო? ადრე თუ პირიქით იყო. ეხლა აქეთა ეს ხართ თქვენ, დამშვიდებული, გაწონასწორებული და ეხლა ესაა თვითონ ტარზე ვენოკი. ხო, აბა რა? სამყარო ყოველთვის სამართლიანია. არ მიყვარს რო წერენ კიდე რაღაც შემთხვევებზე. უსამართლოა სამყარო. სამყარო არასდროს არაა უსამართლო. სამყაროა სამართლიანი, ადამიანები არიან უსამართლოები უბრალოდ. ხო. აი ესაა საქმე ზუსტად რა. 24/7-ზე თვალთვალია მეგობრებო თქვენი. იმიტომ რომ თქვენთან ამ ადამიანს ოჯახი უნდა. თქვენთან უნდა ოჯახი, თქვენთან უნდა ცხოვრების გაგრძელება და სრული პაკეტი. ოჯახის სრული პაკეტით. ხო, ქვემოდან მოდის. გამოვა ეხლა მის დადგმულ რაღაც შექმნილ შეთხზული მიდან რა ქვია და მოვა ბალანსისთვის. თქვენ ხართ მისი ბალანსი. თუმცა მოვა ესე ბრძოლით, რაღაც ბრძოლით მოვა, შეკამათებით მოვა. თითქოს რაღაცა თქვენ დაგადანაშაულებთ. ფუ, ქართულიც მავიწყდება მეგობრებო. ხო, მაგრამ ნახეთ, ემოციით მოდის, შემოთავაზებებით მოდის და უკან არ დაიხევს არაფრისთვის, უკან გადაწყვეტილება მიიღო თქვენსკენ ამ ადამიანმა. ეს ხმლების პაჟი, ესეც კიდევ აქტიურობას ნიშნავს. კი, მეგობრებო. ცეცხლის დანთება გელოდებათ კი. ცეცხლის დანთება გელოდებათ ზუსტად. აი, იმ ცეცხლის დანთება გელოდებათ პირველი კარტები რომ ამოვიდა. დეუსა მზად ხართ? დეუსებო. მეგობრებო, მზად ხართ ცეცხლისთვის? მხოლოდ სპიჩკა 100 გაკლიათ. მხოლოდ 100 გაკლიათ, აკლია მეგობრებო თქვენს პარტნიორს. თავარია ტვინში არ აკლდეს, თორე 100-ის კლებას არ აუშავს. ხო, აი, გასფიჩქვა აკლია და შეიძლება აფეთქდეს. მე აღარ შემიძლია. ისე არ გამიკვირდება და ეხლა აქ იცით როგორი ენერგია მოდის, ამ ადამიანს შეიძლება მართლაც არ ყავდეს არავინ, იმდენად უკვე თავს იკავებს ურთიერთობებიდან, აქამდე თქვენ გამოიკავებდათ. ხა რამდენი დაიჯერებთ მართლაც არ ვიცი, მეგობრებო, ხა ძალიან ბევრი მიყურებთ, მისმენთ, მართლაც ძალიან ბევრი ადამიანების ენერგიებია აქ, ამიტომ ერთეულებთან შეიძლება ასე არ იყოს, მაგრამ უმეტესებთან, ხო? უმეტესებთან ერთგულება არის. აქ მე სხვა პარტნიორი არ დამინახია, ვაღიარებ. რაღაც სიტუაცია და გარემოება მოიტანა თქვენი ეს ყოფა ურთიერთობაში, თორემ. ეხლა მართლა მშობლებთან როცა იცით, ადამიანი წასული და არავინ არ ყავს. ახლა როგორ უნდა გითხრათ, აქ ეჭვიანობის საბაბი არ დამინახია, ოღონ მართლა. უბრალოდ აქ არის ადამიანების ჩარევები ურთიერთობაში, ვისი მოტანილი ჭორი, ამბები წაღებული მოტანილი, აქ მშობლების ჩარევები, იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, ვაიმე ის როგორ გაიგებს, რაღაც შეიძლება ასაკობრივი სხვაობაც იყოს თქვენ შორის, ხო, აი რაღაცნაირი სხვაობა, ხო, ხვდებით ალბათ, ხო? და აი ეს ყველაფერი არის აი აგორებული პრობლემა. კი ბატონო, თორე ამ ადამიანს ცეცხლი უნთია. ოღონ მართლა მე ვგრძნობ, ეს იმ ხელა სიმხურვალე მოდის ახლა უბრალოდ ოფლის ზღვარშია ადამიანი შესული. ნახეთ უბრალოდ, აი როგორ მინდა რომ გაჩვენოთ. ადამიანი არის ოფლის ზღვარში შესული. საცოდავი გალსტუკი და კოსტუმი კი აცვია და გალსტუკი კი უკეთია ისე. დააკვირდით მეგობრებო, აბა
აგიღწევთ ახლა ამ ადამიანს. თხელი თმებით. ეხლა მე აქ რასაც ვხედავ, ამ ადამიანს აქ თხელი თმები, თხელი მოცულობის თმები, ცოტა საფეთქელთან შეთხელებული, ისეთი მჭერმეტყველი გამომეტყველების გრძელი თითებით, ისეთი ცოტა მამაკაცური ცხვირი, ანუ მამაკაცური ცხვირი, ახლა შეიძლება მამაკაცები მიყურებდეთ და ქალბატონზე უსმენდეთ. ანუ ხო ხვდებით, აი ქართული ჩვენებური, რო იციან, ქართული აი ისეთი რაღაცნაირი გამომეტყველების ადამიანი, თუმცა გასტუკით. ხა. კონტროლიორი. შეიძლება უყვარდეს ესეთი გამოხედვა სათვალების ზემოდან ასე გამოგხედავთ. აი როგორც აქ ხატია მეგობრებო, როგორ გაჩვენოთ ეხლა, თორემ მინდა რომ დაგანახოთ. არ ვიცი თუ ჩანს. წითელი ფერი უყვარს ეტყობა. კი ნახეთ, პირველი კარტები სულ წითლები ამოვიდა მეგობრებო. აი, სულ წითლებია. წითელი უყვარს. ყურყუმა წითელი. ეხლა სხვა თუ ვერაფერი კიდევ ეს ეხლა ცეცხლის დანთებასთან წითელი ასოცირდება. ნუ რა ვქნათ ეხლა ხო? ძალიან ისეთ ელფერებშია, სექსუალურ ფერებშია მეგობრებო. ცეცხლის ენერგიებშია ეს ადამიანი. მაგარ შეიძლება. ხა. აი თქვენ კიდევ ესე სადა ადამიანები, ისეთი კოხტა, მუხჩახრილი შრომოთ. ხო და ეხლა ეს რო დაგეტაკოთ. ხო რას ამბობთ? ვაი თქვენი დღე თუ მისი აღარ ვიცი. მისი დღე თუ თქვენი ეგ აღარ ვიცი უკვე ეს თქვენ სამყარო მეგობრებო. რა ქნას ამ საწყარმა შემეცოდა. რამდენს ბრძოლობს, რა ბრძოლები აქვს ახლა ამ ადამიანს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. ებრძვის საკუთარ თავს ჯერ. არადა სამყარო უკაკუნებს თავში მეგობრებო, ესე უკაკუნებს სამყარო თავში. ესე შეიძლება თმებშიც კაჭას, ესე კაჭავდეს ეგება კიდევაც. ხა. რა გააკეთოს, საით მიხტეს, მოხტეს, მიდგეს, მოდგეს, აღარ იცის ამ საცოდავმა. რა ბატონო. ხო და თქვენ კიდე არ გჯერათ, აგერ კაცი იოფლება, კიდე ადამიანი და თქვენ კიდე არ გჯერათ. აბა თურმე არც მასე არა თქვენ რო გინდათ. არა ბიჭოს მედალს ორივე მხარე აქვს, ერთი თქვენია და მეორე თქვენი პარტნიორის. როგორ გონიათ ახლა ორივე მხარეზე თქვენ ხართ დახატული? არა, ერთ მხარეზე თქვენ ხართ და მეორე მხარეზე მაიმუნია დახატული. მეგობრებო, არ იცოდით? ხა. აბა რა? ჰა? იმედი და რწმენა ნუ მოუშალოს თქვენს პარტნიორს ღმერთმა. ბატონო, თქვენ ხართ მისი იმედი, თქვენ ხართ მისი რწმენა, თქვენ ხართ მისი საოცრება და თქვენ ხართ მისი ყველაფერი კეთილგონიერება და მიღწევები. ძალიან ბევრი გატყუათ ამ ადამიანმა. გატყუათ რომ არ უყარხართ. გატყუათ რა ყველაფერი გატყუათ. რო არასწორად გითხრათ, ისიც გატყუათ. რო გიმალავდათ, რო უყარხართ, ესეც ტყუილია. ესეც გატყუათ. უგატყუათ. ხა მოწერა რო უნდოდა და არ მოგწერათ ეს ყველაფერი რაც მას აწუხებს ახლა შიგნიდან და რასაც ფიქრობს კარგის მხრივ ესეც რო გატყუათ იმიტომ აქ ახლა კოშკი გრევებშია საცოდავათა ой პაუზებშია მოტყუებული გზნოთ თქვენ გატყუებდათ და ახლა თვითონა მოტყუებული მეგობრებო რა ეგონა აბა მას დგას ახლა და ესე ოცნებებს ახლა შორიდან იქით ჩორს იხედება ეგრე ამ ზღვის იქით მზე ჩადისო იძახის ეს მზე ხართ თქვენ ამ ზღვის იქეთ მზეა ჩემი ასე ამბობს ხო რომელზეც ეხვეწება უფალს ხო და არა თქვენ ხართ მისი ოჯახი თქვენ ხართ მისი სასწაული ადამიანები თქვენ ხართ ყველაფერი მისი კი სხვაობაა თქვენ შორის რაღაც სხვაობაა თქვენ უფრო დინჯები ხართ ეს ადამიანი კიდე უფრო ერელთერელია ალბათ მეგობრებო უფრო ბავშვური ხასიათი აქვს შეიძლება ასაკობრივიც იყოს მაგრამ არ იყოს ბავშვი მაგრამ შინაგანად არის ბავშვი
ხო, არ დაღვინდა მეგობრებო, არ დაღვინდა კიდევ. ხო, ჰა? ჩვენთან უნდა ოჯახი კი, უნდა ამ პრობლემების მოგვარება, ამ სამკუთხედები ყველაფერია ვიცით. ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, რომ სამკუთხედი არ ნიშნავს მხოლოდ გვერდით პარტნიორის ყოლას. პარტნიორთან ღალაც, არა. სამკუთხედები არის მშობლებიც, საზოგადოებაც, აი მაგალითად სამსახურიც. აი თქვენს გარდა რო ყველაფერი უნდა ამ ადამიანს, ყველაფერია სამკუთხედი. თქვენ რო არ აგირჩიათ და თქვენს გარდა ყველაფერი არჩია, ფუფუნება არჩია, სხვა არჩია, საზოგადოება. ხვდებით ხო? კარგი ცხოვრება არჩია. ეს ყველაფერი არის სამკუთხედი მეგობრება. ელოდეთ ამ ადამიანიდან სიახლეებს, არ დაგთმობთ არაფრით არ დაგთმობთ, იმიტომ რომ რაც მისია, ჩემია ვამბობს და თქვენთან უნდა სიახლეების დაწყება. ეს არის ქურუმი ადამიანის სურათი. ეს ადამიანი თავშეკავებულად ყველაფერს უყურებს, ახლა და აკვირდება, გეუბნებით აგერ, აბატონო, გაკვირდებათ და ამ ყველაფერს უკვე იაზრებს, როგორ მოგიახლოვდეთ თუ როგორ მოვიდეს თქვენამდე, ეს უკვე ყველაფერი ამ ადამიანს გაშიფრული აქვს უკვე. კი, ამაზე ფიქრობ და ამდენი ხანი მეცე კი არაფერზე მეგობრებო, რომ ეხა ეს სიტუაცია როგორ გამოასწოროს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხა ამდენი ხანია ჩვენ ამას ვსაუბრობთ და ჩვენ ჩვენებურად მსჯელობთ. ყველა გაშლაში ვამბობ იმას, რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრ ხერხს მიმართავს თქვენთან მოსასვლელს. ყოველთვის ვამბობ ამას. აბატონო, მანდ ვართ ისევ. კიდევ აგრძელებს ამას. ხო, რომ გამარჯვებული მოვიდეს თქვენამდე, რომ თქვენ სხვანაირად არ გაიგოთ, რომ თქვენ სხვანაირად არ იფიქროთ, ხო, ძალიან ბევრ მოგონებებშია. აი, კი, ემოცია აქვს, გრძნობები აქვს და უნდა ამ ბალოტიდან ამოსვლა, უთქვენოთ ეს ადამიანი იმყოფება ბალოტში. აი, ელოდეთ მეგობრებო, მოვა სულელივით, სად წავა თქვენ გონიათ ეს ადამიანი სადმე წავსვლელია მეგობრებო? არა, არც წამსვლელია და არც წასულა არსად. იცოდეთ ეს. ამ ადამიანს თუ ქონდა რაიმე თავისი პრობლემები სხვა, აი ესაა ზუსტად სამკუთხედი, იმ პრობლემებს აგვარებდა. თქვენ არ იყავით პრობლემა მისთვის არასდროს. იმიტომ რომ თავჩახრილი იყავით. ხო. ეს სანამ სამყარომ არ მიგაყენათ კუთხეში, მანამ ვერ მიხვდით მეგობრებო. არ გამინაწყენდეთ ესეთი საუბრისთვის. ხო. ამიტომ მას წარმოუქმნა სამყარომ ისეთი პრობლემა, რომ თქვენ საერთოდ თქვენზე არ ეფიქრა ამ ადამიანს, რომ თქვენ გონზე მოეყვანეთ. აბატონო, ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. რომ ეხლა ამ ადამიანმა ინერვიულოს თქვენთან მოსვლაზე და იმან იფიქროს ყველაფერზე. არა თქვენ, მან უნდა იფიქროს, მას უნდა იფიქრა თავიდანაც მეგობრებო, მაგრამ თქვენ საკუთარ თავზე აიღეთ ეს ურთიერთობა ბოლომდე. ამიტომ ესე არ შეიძლება. არა. ესე არ შეიძლება. მე რა რომ მამაკაცი მიყურებთ ეხლა თუნდაც. ძალიან ბევრი ქალბატონი ვიცი რომ მამაკაც თავზე აზის. მომიტევეთ ასეთი საუბრისთვის, მაგრამ მე სიმართლე მიყვარს. მე მხარს ვუჭერ ესეთ ადამიანებს. გინდ მამაკაცი იყოს და გინდ ქალბატონი. ვისთანაც არაა თანასწორ უფლებიანობა დაცული. მე ესეთი ურთიერთობის არ მწამს. ძალიან ბევრი მამაკაცი ვიცი, ვინც ებრძვის ქალს. არასწორი საქციელისთვის და ძალიან ბევრი ურთიერთობა ვიცი, სადაც მამაკაცია მართალი. ოღონ გულით ვამბობ ამას, ვაღიარებ, კი. ბევრი ვიცი ასეთი. ასე რომ ჩემო მეგობრებო, არ შეიძლება. არც ერთი მხრიდან არაა მისაღები ეს. მხოლოდ მე არა, ჩვენ. ურთიერთობაში უნდა იყოს ჩვენ. მე არა, ჩვენ. სადაც ჩვენ არ არის, იქ არა ურთიერთობა, იმ ურთიერთობას ურთიერთობა არ ქვია. ასე რომ, ხო. მოკლედ ესეთ იყო ჩემი ტაროს დასტით დღევანდელი დღე. ეხლა რაც დაგკვირდით, ჩემო ძვირფასებო, ჯერ უღრმესი მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ, ერთად ყოფნისთვის, ჩემთან ყოფნისთვის. მე თქვენთან ვარ, თქვენ ჩემთან ხართ, მეგობრებო, ასე რომ ერთად ყოფნისთვის, ერთად ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ. გვერდში დგომით, მეგობრებო. ეხლა მინდა მოდი ფინანსებზე გადავიდე.
ხო, ელოდეთ ამ ადამიანს, ელოდეთ მეგობრებო, ელოდეთ, იმიტომ რომ მოდის. ეხლა მოდით მე მეგობრებო, ესე ცოტა. აი ესე გამოვაჩენ. ეხლა მოდი ნახოთ ფინანსები, ვისაც გვაინტერესებს ფინანსები. ნახოთ ეხლა. ეხლა არის ივლისი. ივლისის თვიდან დავიწყებ. ამოვალაგებ კარტებს იანვრიდან, თითო კარტს. და წლის ბოლომდე დავალაგებ, მეგობრებო, მაგრამ ივლისიდან დავიწყებ უკვე წაკითხვას. კარგით, დანარჩენ დასტებს ცალკე გადავდებ, რომელიც უკვე წასულია და აღარ გვაინტერესებს. აბა როგორი იქნება თქვენი ფინანსები? დავიწყოთ იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, დავიწყებ ივლისით. ივლისი, აგვისტო, ეს გადავდოთ. სექტემბერი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. მეგობრებო, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. დავიწყებ ივლისით. ეხლა ამ თვეში როგორ გაქვთ ფინანსები, მე მაინტერესებს. ნორმალურად უნდა გქონდეთ ეხლა ამ თვეში ფინანსები, მეგობრებო. რვიანები არის კი ნორმალურად, ანუ გაჭირვებას არ უნდა უჩიოდეთ. ბევრი თქვენთაგანი. კი, ივლისი. აგვისტო, როგორი იქნება ფინანსები აგვისტოში? ფინანსები აგვისტოში ცოტა დაიკლებს. ამიტომ ეხლა თუ კი გაქვთ, მეგობრებო, ცოტა მოუფრთხილდით ამ ყველაფერს. აგვისტოში გექნებათ კლებადობა, გაუთვალისწინებელი ხარჯები, ამიტომ მოერიდეთ ამ ყველაფერს, რადგან ფინანსური ენერგია არ გაგიფუჭდეთ. ივლისი, სექტემბერი. აი, ხო ხედავთ, სექტემბერშიც იკლებს კლება, ამიტომ მეგობრებო, ამ თვეში მოუფრთხილდით ფინანსებს, კარტის გაფრთხილება. ივლისი, აგვისტო, ოქტომბერი. მივდივართ უკან. ნოემბერი. დეკემბერი. აი ნახეთ, აი ახლა უყურეთ რას გეტყვით. ოქტომბერში და ნოემბერში გექნებათ სტაგნაცია. არც მოიკლებს, არც მოიმატებს. სექტემბერში გექნებათ და ოქტომბერში ერთნაირად. ოქტომბერში და ნოემბერში უпроსტორად მეგობრებო. ამიტომ დეკემბერში გექნებათ მატება. დეკემბერში თქვენი ფინანსები უფრო გამყარდება, ვიდრე ნოემბერში და ოქტომბერში. ამიტომ ეხლა ამ თვიდან ეცადეთ, რომ ნოემბრის ბოლომდე ეს ფინანსები შეინახოთ, მოუფრთხილდეთ ფინანსურ ენერგიას, რადგან დეკემბრამდე მიიტანოთ თავი, გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოერიდეთ, მეგობრებო, ფულის გასესხება, დაბანდება, გაჩუქება, აი ესეთ რაღაცებს მოერიდეთ დეკემბრამდე. თუ გინდათ რომ არ შეგაწუხოთ უფულობამ როიტყვიან, ასე რომ კი, ესეთი იყო ფინანსური ენერგიები წლის ბოლომდე, მეგობრებო. აუცილებლად დამიწერეთ შემდეგ კომენტარებში, ვისთან როგორ რეზონირდება, მეგობრებო. აუცილებლად ავტვირთავ. აი ესე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეხლა გადავიდეთ, მოდით ასტრაბარათებზე. რას გვეტყვის ჩვენი ასტრაბარათი? რას გვეტყვის ჩვენს პარტნიორზე ასტრაბარათი, მეგობრებო? მოდი ესეც გავითვალისწინოთ ამ კარტებიდან, ბარათებიდან. ჩვენი პარტნიორის
საქციელები რაში მდგომარეობს? რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანიდან? რას ველოდებით ამ ადამიანიდან, მეგობრებო? კონტროლია კი 24/7-ზე, მაგრამ რას უნდა ველოდოთ ამ კონტროლთან ერთად ამ ადამიანიდან, თქვენი პარტნიორიდან? დავიწყოთ. მეგობრებო, ქვემოდან ნახეთ რა კარტია. ჩემო ძვირფასებო. ეხლა უკვე სხვანაირად ავჭიკჭკდები. აი სანამ ლაივს დავიწყებდი მეგობრებო და სანამ დავიწყებდი არა დაწყებული მქონდა უკვე ლაივი, იქაც ორი კარტი ამოვარდა მაგიის. აუცილებლად ავტვირთავ ამას მე. აუცილებლად მეგობრებო და დააკვირდით კარგად. აი აქამდე ვინც მოხვალთ ამ სიტუაციამდე, ამ ორ კარტამდე ვინც მოხვალთ მეგობრებო, ხო შეიძლება ის პირველი კარტი აღარ გახსოვდეთ. დააბრუნეთ უკან და მიხვდებით რასაც ვამბობ, რასაც ვგულისხმობ. მოკლედ თქვენი პარტნიორიდან ელოდოთ უნდა რას? ეს ადამიანი თუ კი ვერ მიაღწევს თავისას კეთილინებით თქვენთან იმის მოპოვებას, რაც მას უნდა და სურს, აქ არის საუბარი ურთიერთობაზე. ცხელი ენერგიები მოდის აქედან ამ დასტებიდან, ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანს უნდა რომ სიყვარული გააჩაღოს, გააღვივოს, ყველანაირი მიმართულებით. არ დავკონკრეტდები, ეხლა რაზეც საუბრობ და რასაც ვგულისხმობ, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით. კი, აი ზუსტად მაგია. და თუ კი ამ ყველაფერს ვერ მიაღწევს ნებით, ეს ადამიანი გამოიყენებს მაგიას. იცოდეთ, ამისთვის იყავით მზად. და თქვენ თუ კი ამას კატეგორიულად ამაზე წინააღმდეგი ხართ, რომ ამ ადამიანს ჩაუვარდეთ მკლავებში და უცებ აღმოაჩენთ, რომ ამის წინააღმდეგობას აღარ უწევთ, იცოდეთ, რომ აქ არის მაგია. ეს ადამიანი ცდილობს ამ ყველაფრის მიღწევას მაგიით. თუ ისე, თუ ნებით არა, მაშინ ძალით. და აქ ძალა არის გამოყენებული მაგია. ამის 1000%-იან გარანტიას გაძლევთ მეგობრებო. ხო. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისთანაც უშუალოდ ოჯახი არ ყოფილა. ეხლა კიდევ ვიტყვი ამას. ეს მოხდება იმ ადამიანებთან, ვისთანაც უშუალოდ ოჯახი არ ყოფილა. ოჯახის ქმარზე და ცოლზე არ ვსაუბრობ აქ. აქ არის ჯერ დაწყებული ურთიერთობა, დამწყები ურთიერთობა, ან შეიძლება გქონდათ ფარული შეხვედრები და უკვე აღარ გინდათ, ხო? დაფარული ურთიერთობა, ან ამ ადამიანმა დააშავა ისეთი რაღაცა, ბოლო-ბოლო დააშავა ის, რომ ზურგი გაქციათ, არ აგირჩიათ, აირჩია მშობლები, თქვათ. და უკვე აღარ გინდათ ამ ადამიანთან არაფერი და აღარ გაქვთ ინტერესი. ხო, და უკვე უარს ეუბნებით. მე დავინახე იქ, რომ თქვენ უარს ეუბნებით ამ ადამიანს. ხო? აი ამ შემთხვევაში ეს ადამიანი მაგიაზე წამსვლელია, იცოდეთ. აი ამის თქმა მინდა. აი ასე. აი ზუსტად მეგობრებო. იმიტომ რომ ეს ადამიანი ისეთ ითვალებით გიყურებთ აქ, რომ ყველაფერზე წამსვლელია. და ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვთქვით, კიდევ გავიმეორებ იმას, რომ თქვენი პარტნიორი ეძებს ძალიან ბევრ შანსებს და ძალიან ბევრ ხრიკებს, ძალიან ბევრ რაღაცებს გეგმავს. A, B, C ვარიანტი და X-ებზე და Y-ებზეც გადადის და აი ზუსტად ესაა ბოლო, რომ X-ი და Y-ი თუ აღარ უშველის, აქ იქნება მაგია. მაგიის გამოყენება ურთიერთობაში თქვენს დასაბრუნებლად მეგობრებო. ამისთვისაც იყავით მზად. всё. მე არ ვიცი აქ რა უნდა გავაგრძელო მეტი, მე არაფრის გაგრძელებას აქ არ ვაპირებ, ასტრა ბარათით ყველაფერია უკვე ნათქვამი აქ, მეგობრებო, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს მოვლენაც და ეს შემთხვევაც, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ხერხი გამოიყენა, ძალიან ბევრი და რადგან ვერ მიაღწია ვერაფერს, კონკრეტული მაგია იქნება თქვენზე გამოყენებული. კი, ასე რომ, აბატონო თაობრუ დამხვევი საღამო გელოდებათ ამ ადამიანთან.
არც მეტი და არც ნაკლები. აბატონო, ნუ გინდათ. ნებით თუ არა ძალით იქნება. აბატონო, ეხა თქვენ თუ კი ეხა წმენდებს ჩაიტარებთ და გაიკეთებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია და უნდა გაიკეთოთ. ყველა ვარიანტში მე ზოგადად არ მიმაჩნია სწორად ესე ადამიანის დამორჩილება, ეს ჩემს სამართლიანობაში არ შედის. არ მივესალმები და იმედი მაქვს უფალი ამას არ დაუშვებს და სამყარო ესეთ რაღაცას. უნდა ვკითხო ერთი. აი, უნდა ვკითხო ეხლა კაცს მეგობრებო. აი ის, რასაც ფიქრობს, ეხლა თქვენი პარტნიორი. აი ეს. ამის უფლებას თუ მიცემს სამყარო. და მეგობრებო. თუ მიცემს სამყარო ამის უფლებას. ეცდება მეგობრებო. ეს ადამიანი ეცდება. სამყაროს იმედი აქვს. ძალასაც გამოიყენებს. კი მეგობრებო. ძალასაც გამოიყენებს, უკან არ დაიხევს არაფერზე. დედა, ეს ვინაა? ეს ვინაა მეგობრებო? დღეს ესეთი ლაივი გვაქვს, არ ვიცი, მაგრამ დღეს ესეთი ლაივი გვაქვს მეგობრებო. სამწუხაროა, მაგრამ ესეთი გვაქვს. თუ გამოუვა მას მისი ჩანაფიქრები, სამართლიანობა უნდა აღსდგეს. და მეგობრებო, როგორ ვცდილობ, რომ არ გამოუვიდეს, მაგრამ ნახეთ უბრალოდ. თუ გამოუვა. გამოუვა მეგობრებო. თქვენ ელოდებით ამ ადამიანს. ბევრი თქვენთაგანი ელოდება. ნუ ვინც ელოდებით, იმათთან ისედაც იქნება. შეიძლება ასეთი ხერხით არ ელოდებოდეთ, მაგრამ ასეა თუ ისეა იქნება. კი. ეხა ესე ძალადობას არ ფიქრობთ. თქვენ ალბათ თორე. ეხლა რო გაითიშოს უბრალოდ. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ელოდეთ ამ ადამიანიდან ესეთ საქციელს, ვერიფიკაციას ვერ გავდივარ და იქნებ გამეთიშოს, ამიტომ არ ვიცი რა მოხდება და გათიშვის შემთხვევაში შევინახავ. მომიტევეთ, მაგრამ ასეა კი. რატომ ვერ ახერხებს არ ვიცი. ვერიფიკაციას. მოკლედ მე აქვე დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ და ბედნიერი დღის გათენება. დანარჩენი თქვენი აი როგორ გითხრათ, თქვენი გადასაწყვეტია, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ჩაიტარეთ წმენდები და თავი გაიძლიერეთ, მეგობრებო. კი, მაინც არ შეგეშინდეთ არაფრის და რა ვიცი, რა გისურვოთ, რა გირჩიოთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. დღეს ცოტა დამაბნია საჯარო ლაივმა, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ალბათ ეს უნდა გწოდნოდათ. ასე რომ გელოდებით კომენტარებში, უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ. რა შვება ვერ გავიგე, ვერც გავდივარ, ვერც თიშავ.
ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მეგობრებო. რა ხდება არ ვიცი, იმედია შევინახავ ლაივს. რატომ მოხდა ასე, გაგებაში არ ვარ. ვერც გავდივარ, ვერც ვთიშავ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, სამწუხაროდ. ორი წუთიო მეუბნება. ვერიფიკაციას ვერ გავდივარ. და რატომ არ ვიცი. დაველოდო უნდა მეტი გზა არ მაქვს. ძალიან ცუდი რომ ესე აკეთებს ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ აი რა ვქნა. ერთ წამში, ერთ წუთში გაითიშება.